წელის ტკივილი, რომელიც თან ახლავს სკოლიოზს, მოკლე ფეხს, არ გადის მაშინაც კი, როცა ისვენებ წვები, ან უფრო მძაფრდება ადგომისას. ამ ვიდეოში მე გაჩვენებ, როგორ გააუმჯობესო წელის ტკივილთან ყველაზე მეტად დაკავშირებული კუნთი ისე, როგორც არასდროს გინახავს. შეიგნებ, რატო მიწევს ეს კუნთი ასე ძლიერ ტკივილს და რაც თავარია, ნახავ რომ არ არის საჭირო იყო ახალგაზრდა, გამხდარი ან კონდეს დიდი მოქმილობა ამ ვარჯიშების შესასრულებლად და ტკივილის მაშინვე შესამსუბუქებლად. სიხარული, წელის ტკივილისა და ზურბის ტკივილის გარდა, წელის კვადრატულმა კუნთმა შეიძლება გამოიწვიოს სკოლიოზი ან ცრუ მოკლე ფეხი. და ეს კუნთი ამდენ პრობლემას იწვევს, იმიტომ რომ ის იტანს როგორც ხერხემლის წინა ნაწილის დაძაბულობას, კუნთების დაძაბულობას, ასევე იმ დაძაბულობას, რომელიც მოდის ხერხემლის უკანა ნაწილიდან, ფასციიდან, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, სად არის პრობლემა, ეს კუნთი შეიძლება გადაიტვირთოს. და ჩვენ დავიწყებთ კუნთების დაძაბულობის შემცირებით. ხერხემლის წინა ნაწილის დაძაბულობა. ეს ვარჯიში, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, ერთგვარი მასაჟია იქ, სადაც ხელი ვერ წვდება. ჩვენ ავამოძრავებთ ამ ნაწილს, სადაც სამი მნიშვნელოვანი კუნთი ერთდება. დიაფრაგმის, ფსოასის და თავად წელის კვადრატული კუნთის. დაგჭირდებათ უფრო მყარი, უფრო მაგარი ბალიში, ან გადაკეცილი პლედი. დადებთ დაწვებით ამ პლედზე, ამ ბალიშზე, ისე რომ ხარს დაუჭერთ მკერდის შუა ნაწილიდან ჭიპის დონემდე. აუცილებელია რომ როცა დაწვებით, ვეღარ შეძლოთ არც მკერდის ძulis და არც კუჭის არეს მოძრაობა. მზად ხართ? ნელა დაწვებით, ყურადღებას მიაქცევთ ბალიშის მდებარეობას. დაწექით მოდუნებულად. ბალიშის ეს მხარდაჭერა დაგვეხმარება უფრო ღრმად ვისუნთქოთ დიაფრაგმის უკანა ნაწილი. მოდუნებულ მდგომარეობაში თქვენთვის კომფორტულ პოზაში ღრმად და ნელა ისუნთქეთ. დაუჩქარებლად. რაც უფრო ღრმად შეძლებთ სუნთქვას, რაც უფრო ქვემოთ მუცლის ქვედა ნაწილის ჭიპის, ქვემოთ მენჩში მიიყვანთ ჰაერს, მით უკეთესია. აქ დარჩებით მოდუნებული და ისუნთქებთ ნელა, ცდილობთ ჰაერი ქვემოთ მიიყვანოთ. 1-დან 3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ნელა ადგებით და იგრძნობთ მოდუმებას, საოცარ შვებას ზურგში. ფენომენალური. ეს საფარი, რომელიც წელის კვადრატულ კუნთს ფარავს, ზურგის ფასციის ნაწილია. და სწორედ აქედან მოდის ის ტკივილი და ცვა, ის გავრცელებული ტკივილი, რომელიც არ უმჯობესდება მაშინაც კი, როცა ისვენებთ წოლით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ადამიანი გირჩევთ მასაჟორს. მათ შორის იმასაც, რომელიც ბურღს გავს, ან მასაჟს ხელის ამ ნაწილით. მაგრამ აქ ორი პრობლემა არსებობს. პირველი ისაა, რომ თუ ეს ფასცია ძალიან ბრძნობიარია, პირდაპირი და უფრო ძლიერი მასაჟი შეიძლება გააუარესოს ის ტკივილი, რომელსაც გრძნობთ. მეორე პრობლემა ისაა, რომ ბევრ ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს და დიდ ხანს გააკეთოს მასაჟი ამ ადგილას. რატომ? იმიტომ რომ იღლება და სტკივდება მხარი. მაგრამ არსებობს მარტივი, ბევრად უფრო ადვილი და უსაფრთხო გზა ამ ფასციის გასაუმჯობესებლად. თქვენ გამოიყენებთ რეზინის ბურთულას, იმ ფიზიოთერაპიის ბურთულებს, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ აფთიაქში ან ფიზიოთერაპიის მაღაზიაში. თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ბურთულა. ამ ბურთულას დადებთ აქ ხერხემლის გვერდით, სასურველია ტკივილის ადგილზე. შემდეგ ამ ბურთულას დააწვევით, ოდნავ მიაჭერთ კედელს, ეცადეთ რომ მთელი ხერხემალი მიადოთ კედელს, ისე რომ ბურთულაზე ზედმეტად არ დააწვეთ. არ მინდა რომ რამე დაგიშავდეთ. კარგი? გახსოვდეთ რომ მთელი დროის განმავლობაში წნეხი უნდა იყოს მსუბუქი. ბოლოს ოდნავ გადაიხარეთ იმ მხარეს, რომელსაც აწვევით, იმ მხარეს, სადაც ბურთულა, მაშინვე იგრძნობთ, როგორ მოდუნდება წელის კვადრატული კუნთი. ეს დააჩქარებს პროცესს. დარჩით აქ და ისუნთქეთ ნელა სასიამოვნოდ 1 წუთიდან წუთნახევრამდე. შემდეგ უბრალოდ დაბრუნდით და იგივე გააკეთეთ მეორე მხარესაც. დისკის თიაქარი გქონდა გამოკვლევაში.
მე დეტალურად აგიხსნით, როგორ გაიგოთ, მოდის თუ არა ეს ტკივილი ნამდვილი დისკის თიაქრისგან, ან საჯდომი ნერვის ანთებისგან. თუ უბრალოდ კუნთოვანი ტკივილი, ამ ვიდეოში უბრალოდ დააწაპუნეთ აქ ეკრანზე, რომ ნახოთ. თუ დღეს დაგეხმარე, მადლობა, გადამიხადე. ამ ვიდეოს გაზიარებით იმ ადამიანთან, ვისაც წელის ტკივილი აქვს, ან ხერხემლის პრობლემა აწუხებს. მხოლოდ ამას გთხოვ. მიაწვდინე ეს ვიდეო მათ, ვისაც სჭირდება. აქ დავამთავრებ, დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამ.